კი, 2 წუთში მანდვარ, ეხლა შემოვედი სკოლაში. აი, წავედი. ანა. როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად, ცოტას ნერვიულობ. რატომ, რაზე? Live podcast-ის გაკეთება გადავწყვიტეთ და დღეს პირველი ეპიზოდის გაშვებას ვაპირებთ და ცოტას ვხელავ. Live podcast-ი? ხო, ვიცი, ბევრი პოდკასტია უკვე, მაგრამ ჩვენი არ იქნება ინტერნეტს ივსთისთვის. უშუალოდ სკოლის ამბებზე ვლაპარაკებთ ხოლმე. გასაგებია. როგორც სკოლის გაზეთი, ხო? ხო, მსგავსი რაღაც. კონკურენტობას არ ვაპირებ. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. უი, ნიაკოზე გავიგე, ბლოგერად დაიყვანეთ, ხო? გავიგე რა, პური მოვკარი ტელეფონზე რომ საუბრობდით. კი, ნიაკო დავიმატეთ. ძალიან კაი. უი, შენთვის მაქვს შემოთავაზება. პოდკასტ ჭირდება რეჟისორი და ხო არ ცდი, თან ვენდობი შენ გემოვნებას. მადლობა ემილი. მაგრამ დროში ვარ იმდან შეზღუდული, რომ არ ამგონი მოვიხერხო. ბოდიში. ამოვდივარ, ნუ შემჭამე ლაზარე რა. კაი, თუ გადაიფიქრებ მითხარი. დავიდე მელოდებიან. კაი, მიდი. სამი წლისები ხო არ ვართ? 3 წლისები რა შუაშია, როდიდან გახდი 40 წლის დასტოინი ტიპი? მე სულ დასტოინი ვიყავი. აი ძლივს, ემილის ვკითხოთ. რა მოგკითხოთ? საღლისინო პოდკასტი ბავშვური სახელია და ვაბობრო სერიოზულად არავინ მივიღებს. და სერიოზულად რატომ მიგვი ხო? როდიდან გახდი 40 წლის დასტოინი კაცი? ესეც მე ვარ? კიდე რა ვარიანტებია სახალზე? აუდიოვიზუალური შემეცნებითი პოდკასტი. 1900, 2000. მე მომწონს საღლისინო პოდკასტი. მეც. მე არა. არც მე. საინტერესოა გამოვად პოდკასტი. ასე არ ვარ. მეც დიდად არ მიზიდავს ეგ სახელი. და ბევრი რო ვიფილოსოფოსოთ და პირდაპირ სკოლის პოდკასტი რო დავარქვათ, მე მგონი უკეთესი იქნება. საინტერესო სახელია. კი, გონი კაიდეა. ნუ თუ ემილის გემოვნებას შეჭდა, მაშინ ეგაა. მეც მიწავს. ხო, მგონი ყველაზე კარგი იდეა ეგაა. თანადროული და საფასურებელია. სკოლის პოდკასტი. ანუ შევთანხმდით სახელს, ხო? გილოცავილია ოფიციალურად შენ დარქმეულია ამ პოდკასტის სახელი. მადლობთ. და როლებს როგორ ვინაწილებთ? მე ტექნიკური დირექტორი ვარ. მე პროდიუსერი ვარ. მარიამ, რეჟისორი იქნები? კი, რა თქმა უნდა. მე მოდერატორი ვიქნები. ხალხის კომენტარებს და ურთიერთობებს მიხედავ. პოდკასტში ვიმჯდებით აბა, მე, ნიაკო, ალექსანდრე და ლაზარე. მასე გამოდის. 4 ადამიანი, კარგი რაოდენობა. მეც მოგეხმარებით პოდკასტის სივრცის მოწყობაში. კაი, ყველამ ვიცით ჩვენი საქმე. დრო აღარ დავკარგოთ ახლა. შვიდზე ბიბლიოთეკაში, ხო? კი. კაი, წავიდეთ მაშინ. ¿Quién te dejó? Pero amor, créelo, que en un par de vidas ese sería yo. Te tiene que doler, pero ya déjalo, que él no es como todos y nadie es como yo. Si tú estás loco, te pongo high, tremendo flow. Ready por go, tú solo caes, mi caramelo, húmelo. Nadie sabe tan rico como tú, baby, yeah. Y el que mata con esa actitud
კაი, კამერა დახვევი მზადა. მეგობრებო, 2 წუთი დარჩა. მარიამი როგორი მკაცრი რეჟისორია. მომწონს. 15 ადამიანი ველოდება ლაივს. ჯერ არ არსებული პოდკასტისთვის ცუდი არ არის. კაი, მზად ხართ ყველა? კაი, ვუშვებთ უკვე. ლაივს უშვებ ერთზე. 3 2 1 წავიდა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც წაიკითხეთ სათაურიდან, ეს არის სკოლის პოდკასტი, რომლის წამყვანებიც ვიქნები მე, ემილი, ლაზარე, ნიაკო და ალექსანდრე. გამარჯობა, რადგან სკოლის პოდკასტი ქვია არ დაიბნეთ, ჩვენ სკოლის გარეთ თემებზე ვისაუბრებთ, როგორიც არის ფეხბურთი, კალათბურთი, კარატე და კიკბოქსი. და მაინც, რადგან სკოლის პოდკასტი ქვია, ძირითადად სკოლის ამბების, ჭორების და მსგავს თემების ირგვლივ ვიტრიალებთ. შენ რას გვეტყვი ალექსანდრე? გამარჯობა, მე ალექსანდრე ვარ, დიდი პატივია ჩემი ამ უპრეცედენტო და ექსკლუზიური ტელეფორმატის მისაჭრეობა. პოდიში განაგრძე. პირველ რიგში უღმესი პატივისცემით გილოცავთ ამ ჭეშმარიტ უფრო მეტიც ეპოქურ მნიშვნელობის მქონე წამოწყებას და მინდა რომ ხოდა მინდა რომ მოიცა დამუშავებული ტექსტი გიწერია ხელზე? კამერასთან პირველ ძივარ, რა ვიცოდი რა უნდა მელაპარაკა. რა გაცინებთ? მიდი აბა შენ დაიწყე. კაი, არა უფრო სიცილის მოსულა. გამომივიდნენ აქ პროფესიონალები. საათია ლაივში ვარ და მგონი დროა. დღეისთვის სულ ეს იყო, ტექსტი გავუშვათ. ალექსანდრეს მგონი მეორე ხელის გულზეც ექნება დამშვიდობების ტექსტი. მართლა რო ეწეროს ახლა. კაი, დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ, მიაჭირეთ ლაიქს, გააზიარეთ, გამოიწერეთ, გამოყვევით და მსგავსი რამეები ქენით. ნახვამდის მეგობრებო. პაკა. პაკა. ეგა 300 მაყურებელი გვიყურებდა სტაბილურად. კაი, ცოტა შუმა ბიბლიოთეკაში ვართ მაინც. აუ, რა მაგარია, წარმოედგინეთ 300 კაცი აქ მომიჯდეს და 2 საათი გისმენდეს. არა, გონი მართლა კარგი გამოვიდა. მე როგორც პიარი რეკომენდაციას ვიძლევი რომ უნდა აღნიშნოთ. მე როგორც რეჟისორი თანახმოვარ. ავიდა ჩემთან. აუ კი და რამე გამოვიძახოთ, ძალიან მშია. ალექსანდრეს სულშია. აი, მოდი მე ჯერ ტაგს გამოვიძახებ მაშინ. აუ ხახმა იმდენი ითინა ალექსანდრეს ტექსტზე. ხელის გულზე რო ეწერა. ეგ მართლა ძალიან კარგი იყო. 2 წუთში მოამინივენი. კაი, ჩავლაგდეთ მაშინ და ჩავიდეთ ნელ-ნელა. ალექსანდრე, შპარგაკა ხო არ გაქვს ხადალაგები. რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს აწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ